იცით რა არის ახლა ყველაზე უსიამოვნო რუსეთის ფლოტისთვის? ის რომ გაქცევის ადგილი აღარ დარჩა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთდროულად რამდენიმე რაკეტ-ძიდი და კალიბრის რაკეტები დააზიანეს შავ ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსები დარწმუნებულები იყვნენ თითქოს ეს გემები უკრაინულ დარტყმებს დამალეს. საუბარია ნოვოროსიისკზე, სადაც წინადრეს ნეპტუნის და სხვა რაკეტებმა რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზას დაარტყეს. 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინა მეთოდურად აძევებდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ყირიმიდან. და როგორც გახსოვთ, რუსების გემები ნოვოროსიისკში გადაიყვანეს ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრზე მეტი დაშორებით, სადაც თითქოს იმ დროს უკრაინული იარაღი ვეღარ მიაღწევდა, ან რუსული სააერო თავდაცვა შეძლებდა მის დაცვას. ყოველ შემთხვევაში ასე იმედოვნებდნენ რუსები. და აი, 12 აგვისტოს ღამით ირკვევა, უკრაინული რაკეტა იქამდეც აღწევს. ერთი ოპერაციის შედეგად დაზიანდა მინიმუმ 3 რუსული სამხედრო გემი, რომლებიც უკრაინის მიმართულებით კალიბრის რაკეტებს უშვებდნენ. ყველაზე დიდი ნავთობის ტერმინალი შავ ზღვაზე და 2 მარცვლეულის ტერმინალი, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის 12%-ს. და სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ დღეს, 13 აგვისტოს, სევასტოპოლში აფეთქების შედეგად მოკლულია რუსული სამხედრო ფლოტის ოფიცერი. ეს არის უკრაინის ერთადერთი წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური, რომელიც 2014 წლის შემდეგ ოკუპანტების მხარეს გადავიდა. ანუ მოღალატეს 12 წლის შემდეგაც მოხდა. და ეს ყველაფერი არ არის, ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. პარალელურად ბაშკორტოსთან იწვის შავი ზღვისგან 1000-ობით კილომეტრი. ხოლო ორენბურგში ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა ციტატა მოემზადონ უარესისთვის. რადგან ადრე დაზიანებული ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხნის შეკეთებას რეგიონში მინიმუმ 6 თვე დასჭირდება. და ეს ოფიციალური განცხადება. მოდით ამ გამოშვებაში დეტალურად განვიხილოთ ყველა ინფორმაცია და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, რადგან ჩანს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ტაქტიკა და სტრატეგია ოდნავ შეიცვალა. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ, ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. ნანახუ. Ладно, ջանդաբաշ։ Այգե բլիադիկ։ Կապրինդայքիդ բլիադիկ։ Ոյ, ավիպիչև դեդաս, ակո գամի պրինდა, դեդաս շևեցի։ Ոյ, ոյ, բլիադ։ Այսա, բլիադ։ Այսա, սուկա, բլիադ։ Այսա, შესანიშნავია. ოհ მოდი დავითხოვთ რა თქმა უნდა ნოვოროსიისკით, რადგან სწორედ იქ განვითარდა კატასტროფა რუსეთის ფლოტისთვის და როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედრო ოპერაციის ახალი ფაზის. ამაზე უკვე მიანიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ხმარამ. შემდეგ მოხდება მისი ციტატა. ჩვენ გამოვიყვანთ მწყობრიდან რუსეთის სამხედრო მანქანას, გავანადგურებთ ინფრასტრუქტურას, ფლოტს, ლოგისტიკას, საწვავ ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებს და საწარმოებს, რომლებიც ემსახურებიან უკრაინის წინააღმდეგ ომს. ჩვენი ოპერაცია ნოვოროსიისკში უნიკალური იყო. კომბინირებული დარტყმა გაახორციელდა რაკეტებით, რეაქტიული დრონებით და საზღვაო უპილოტო აპარატებით. და აი უკრაინულმა OSINT პროექტებმა უკვე დაარქვეს ამ შეტევას. ციტატა: უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შეტევად რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქალაქზე. დაზიანდა მარცვლეულის და მაზუთის ტერმინალები. თანამგზავრული სურათებზე ჩანს მრავალი დაზიანება მარცვლეულის საცავებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, კერძოდ ელევატორებზე.
მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა დარტყმის შედეგები თავად რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზაზე. ოსინტ ანალიტიკოსების მონაცემებით დაზიანდა შემდეგი გემები და ხომალდები. პირველი, ფრეგატი ადმირალ მაკაროვი, რომელსაც დაზიანება აქვს კალიბრის რაკეტების გამშვები დანადგარების ავეში, ასევე უკანა ნაგებობები რაკეტებით. მეორე, ფრეგატი ადმირალ ესენი, რომელსაც დაზიანება აქვს კალიბრის რაკეტების გამშვები დანადგარების არეში. შემდეგ, დაზიანებულია ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი, პროექტი 266 და სამეცნიერო კვლევითი ხომალდი ვიქტორ ჩეროკოლი. ასევე ჯერჯერობით დაუდგენელი საპატრულო გემი, პროექტი 22160. სადაზვერო ხომალდი პროექტი 864 პრიაზოვია, რომელსაც შესაძლოა დაზიანებული აქვს კიჩოს ნაწილი და კიდევ ერთი დაუდგენელი. მშრალ ტვირთმზით. როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ ვრცელი სია გემებისა, რომლებიც დაზიანდა. ცალკე დაფიქსირდა დარტყმა სანაპირო ინფრასტრუქტურაზე, 4 წყალქვეშა ნავების ბრიგადის. ასევე დაზიანდა ნავთობის ექსპორტის ტერმინალი შეს ჰარისი. სურათებზე ჩანს დარტყმები მთავარ ნავმისადგომებზე, რომლებიც დიდ ტანკერებს ემსახურება. ოფიციალური დადასტურება მოვიდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერო სამმართველოდან. პრესსამსახურში გურმა განაცხადა, რომ 11-დან 12 აგვისტოს ღამეს უკვე ჩამოთვლილი გემების გარდა დაზიანდა ასევე ნავთობაზა, გრუშოვაიას ინფრასტრუქტურა. ნავთობის ჩამოსასხმელი ტერმინალი შეს ხარისი და რადიოლოკაციური სადგური, რომელიც შედის საზენიტო კომპლექს S-300-ის შემადგენლობაში. ანუ სისტემა, რომელიც უნდა დაეცვა ეს პორტი უკრაინული დარტყმებისგან, თავად გახდა უკრაინული დარტყმის მსხვერპლი. ოპერაციის წარმატება პირადად დაადასტურა მოგვიანებით პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მას კომბინირებული უწოდა. აქ კი მასშტაბები ნამდვილად შთამბეჭდავია. და ბოლოს გამოჩნდა დეტალები იმ შეიარაღების ნომენკლატურაში, რომელიც ნოვროსიისკის წინააღმდეგ გამოიყენეს. შემდეგ მოვიყვან ზელენსკის ციტატას. და თქვენ როგორც ამბობენ, დაითვალეთ თითებზე, რამდენი სახის შეიარაღება იქნა გამოყენებული. ციტატა. პირველად ერთ ოპერაციაში შეთანხმებულად იმუშავეს. პოლინა პოლიანიცა, ეს ის რეაქტიული დრონია, პეკლო, ბარსი, დოლგი ნეპტუნი. ასევე დრონები მიჩი, ფაერპოინტი, რამზაი, სიჩენი, ტრასტი, ხარეკი, ბაბერი, liuti, დოუბუში და ასევე უპილოტო კატერები, სარგანი და მამაი. აი სწორედ ეს არმადა დაატყდა ნოვოროსიისკს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იქ საერთოდ ვერ შეძლეს ან თავდასხმის მოგერიება. ოპერაციის მნიშვნელოვან შედეგად ზელენსკიმ რუსეთის ფლოტის გემების დაზიანება დაასახელა, რომლებიც ნოვოროსიისკის ყურეში იმალებოდნენ. ფრეგატების გარდა ეს ასევე არის დიდი სადესანტო გემი, კორვეტი და სხვა ხომალდები. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად გაგრძელდება. მან ასევე დაამატა, რომ უახლოესი პერიოდის პრიორიტეტული მიზნები უკვე განსაზღვრულია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვით რუსული ზედა არღიცკი, სახელწოდებით სამხედრო ინფორმატორი, ადასტურებს კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გამშვები დანადგარების რაიონში მოხვედრის ფაქტს ფრეგატებზე ადმირალ ესენი და ადმირალ მაკაროვი. და სწორედ ამ პროსამხედრო არხმა თქვა ფრაზა, რომელიც ბოდიში თავისთავად მეტყოლებს ყველაფერზე. შემდეგ ციტატა სამხედრო ინფორმატორიდან. დაზიანებების სიმძიმე გაურკვეველია, მაგრამ აშკარა, რომ მოწინააღმდეგე ცდილობს მწყობრიდან გამოიყვანოს რაკეტგზიდები, რათა შეამციროს ერთჯერადი რაკეტური გასროლის რაოდენობა, უკრაინაზე ახალი დარტყმების შემთხვევაში და ამით გაამარტივოს ცხოვრება საკუთარ სააერო თავდაცვას. დიდი კითხვაა, ეხლა სად უნდა გაიქცეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი? მას შემდეგ, რაც გემები ყირიმიდან ნოვროსიისკში გადაიყვანეს, იქაც უკვე რეგულარულად ხდებიან დარტყმები. და ეს ნამდვილად საჩვენებელია, რადგან ორივე ფრეგატი უკვე ადრე მოხვდა დარტყმის ქვეშ, თანაც სწორედ იმ ნოვროსიისკში. შეგახსენეთ 6 აპრილს, მიმდინარე წელს, უკრაინულმა დრონებმა მასირებული შეტევისას კრასნოდარის მხარეზე უკვე დაარტყეს ადმირალ მაკაროვს ნოვროსიისკის პორტში, ხოლო ერთი თვით ადრე, 2 მარტს, ის ადმირალ ესენიც დაზიანდა ქალაქის პორტულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დროს. ანუ ნოვროსიისკი, რომელიც უნდა გამხდარიყო უსაფრთხო ნავსაყუდელი, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფლოტი ყირიმიდან გაიქცა, აღმოჩნდა, რომ ის საერთოდ არ არის უფრო უსაფრთხო. და ეს უკვე მესამედ ხდება, როცა ერთი და იგივე გემები თავდასხმის ქვეშ ხდებიან. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ხმარამ დაამატა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები, რომლის წყალობითაც, ციტატა, რუსეთი დაიწვება, ციტირებ.
უკრაინული ოპერაციები მათთვის წინააღმდეგობის გაწევა უფრო და უფრო რთული გახდება. უკრაინული იარაღი უფრო მასობრივი გახდება, დარტყმები კი უფრო ზუსტი. მუშაობთ პრეზიდენტის ამოცანის შესასრულებლად, რომ რუსეთი იძულებული გავხადოთ სამართლიან მშვიდობაზე წავიდეს. ეკონომიკური შედეგები ნოვოროსიისკზე დარტყმისაც უკვე გამოვლინდა. კერძოდ დღეს 13 აგვისტოს რუსეთის რკინიგზამ შეზღუდვები დააწესა ტვირთების გადაზიდვაზე შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც განთავსებულია რჟდადის ვებგვერდზე, ნოვოროსიისკისა და ნოვოროსიისკ ექსპორტის სადგურების მიმართულებით დატვირთვა იზღუდება მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. და მე ტყუილად არ გამოიტანე ამ გამოშვების პრევიუზე ფრაზა: ნადირობა რუსეთის ფედერაციის სამხედრო საზღვაო ფლოტზე. მეორე დღეს, ან უკვე დღეს, 13 აგვისტოს, ოკუპირებულ სევასტოპოლში აფეთქების შედეგად ქუჩაზე ერთი მამაკაცი დაიღუპა. თავიდან გაუგებარი იყო, ვინ იყო ეს. ინციდენტი მოხდა 13 აგვისტოს. დილით საცხოვრებელი მასივის უკან სკვერში, სტოლეტოვის გამზირზე. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი კიბეზე სხვა ადამიანთან ერთად მიდიოდა, როცა აფეთქება მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გამლელებმა თავიდან იფიქრეს, თითქოს სახლს უპილოტო საფრენი აპარატი დაერთხა. წინასწარი მონაცემებით ასაფეთქებელი მოწყობილობა სკამის ქვეშ მდებარე ურნაში იყო დამონტაჟებული. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერძოდ ლიკვიდირებული იყო რუსეთის ფედერაციის სამხედრო საზღვაო ფლოტის 59 წლის ოფიცერი რობერტ შაგეევი. და ეს უბრალოდ ოფიცერი არ არის. ის ასეთი ეტალონური მოღალატე. ის მსახურობდა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებში და ხელმძღვანელობდა ერთადერთ უკრაინულ წყალქვეშა ნავს ზაპოროჟიეს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მან სამსახური გააგრძელა რუსეთის ფედერაციის სამხედრო საზღვაო ფლოტში და რუსებს დაეხმარა სწორედ იმ უკრაინული წყალქვეშა ნავის ზაპოროჟიეს დაპყრობაში. ბოლო დროს ის იყო რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების მეოთხე ცალკეული ბრიგადის მეთაურის მოადგილე. თუ ყურადღებით იყავით, ეს სწორედ ის ბრიგადაა, რომლის სანაპირო ინფრასტრუქტურაც ნოვოროსიისკში დარტყმის ქვეშ მოექცა სულ ერთი დღით ადრე. უკრაინაში მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის საქმე აღძრეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით 2022 წლიდან ეს შაგეევი მონაწილეობს მასირებულ დარტყმებში კალიბრის რაკეტებით უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. ნახეთ, როგორ ყალიბდება სურათი. დარტყმა მიაყენეს ფრეგატებს, კალიბრის ამ რაკეტების მატარებლებს ნოვოროსიისკში. დარტყმა მიაყენეს ასევე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეოთხე ცალკეულ წყალქვეშა ნავების ბრიგადასაც, იქვე ნოვოროსიისკში. და პირდაპირ ერთ დღეზე ნაკლებ დროში დარტყმა მიაყენეს ოფიცერს, რომელიც ამ ბრიგადას მართავს და რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია იმ კალიბრების გაშვებებთან უკრაინაზე. აღნიშნავ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა მაღალი თანამდებობის პირის აფეთქებისა. რუსი სამხედრო ეს თვის დასაწყისიდან უკვე მეორეა, რადგან 1 აგვისტოს საღამოს მოსკოვში, რესტორან ბალზიროში ასევე აფეთქება მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია გაზის გაჟონვის შესახებ. თუმცა მოგვიანებით ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი აცხადებდა, რომ დაწესებულებაში აფეთქების მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც ქალმა საჩუქრის სახით სცადა შეეტანა. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. კიდევ მინიმუმ 19-მა მიიღო დაზიანება. თავდასხმის მიზანი სავარაუდოდ გენერალი იყო. რუსეთის საეროკოსმოსული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე ჩაიკო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებში ადანაშაულებს, მოგვიანებით მოსკოვში გაიმართა გენერალ-მაიორ ვალერი პლოხოტნიუკისა და ჩაიკოს სიძის დანიილ პერედრიას დაკრძალვა, რომლებიც ერთ დღეს 1 აგვისტოს დაიღუპნენ. ხოლო 26 წლის ჩაიკოს ქალიშვილი მარია მრავალი ნამსხევი დაიჭრა და ამჟამად კურნალობს მოსკოვის საავადმყოფოში. ახლა იმაზე, რაც იმავე დღეს 13 აგვისტოს ოკუპირებულ სევასტოპოლში მოხდა მოღალატე შაგეევის დაღუპვის ფონზე, რადგან ქალაქი ისედაც შეძრული იყო. სევასტოპოლი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა მასიური უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნულმა ეგრეთ წოდებულ გუბერნატორმა მიხაილ რაზოჟაევმა და ურჩია მოსახლეობას დაეზოგათ ტელეფონების მუხტი და არ გადაეთვლითათ ქსელი, როცა ელექტროენერგიას მისცემდნენ. მართალია,
როდის მიეცემოდათ, ამაზე პასუხი ვერ გასცა. ღამით დარტყმის ქვეშ მოექცა ბალაკლავის თესი, ნახევარკუნძულის ერთ-ერთი მთავარი ელექტროსადგური. ასევე დიდი ქალაქის ჰიდროკვანძი, რომელიც სევასტოპოლს წყლით ამარაგებს. ყირიმის მცხოვრებლებმაც ისაუბრეს დრონების ჩამოფრენასა და სროლის ხმებზე, ტავრიჩესკის თესის რაიონში. მანამდე სევასტოპოლში 27 ივლისს ელექტროენერგია სრულად გაქრა. მაშინაც სწორედ ეს რაზუჟაევი ხსნიდა ამას ელექტროსისტემების გადატვირთვით. ქალაქის ფარგლებს გარეთ. კიდევ უფრო ადრე ივლისში ენერგეტიკული სიმძლავრეების დეფიციტის გამო სევასტოპოლში შემოიღეს ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგია მხოლოდ 6 საათით მიეწოდებოდა დღეში. იქ იყო 2 საათიანი მიწოდება 6 საათიანი შესვენებებით. ეხლა კი გადავინაცვლოთ კიდევ უფრო შორს. ბაშკორტოსტანი, რომელიც იმავე დღეს, 13 აგვისტოს, ასევე მასიური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, შავი ზღვისგან 1000-ობით კილომეტრის დაშორებით. დილით უკრაინულმა უპილოტოებმა დაარტყეს ქალაქ სალავატს. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაზპრომ ნეფთეხიმ სალავატი. მიზნის მასშტაბი სხვა შორის აქ შთამბეჭდავია. ეს არის გაზპრომის უმსხვილესი ნავთობქიმიური საწარმო, რომელსაც შეუძლია წელიწადში 7.5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება. თუ ჯამში შევკრიბავთ, ეს თითქმის 3%-ია რუსეთის მთლიანი გადამუშავების მოცულობის. და ეს უკვე მეორე დარტყმაა ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 1 თვის განმავლობაში. მანამდე 14 ივლისს უკრაინულმა უპილოტოებმა ამავე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერში. მათ დააზიანეს 2 პირველადი გადამუშავების დანადგარი. AVT-6 და AVT-4. მაშინ საწარმოს სრულად შეწყვიტა მუშაობა, ხოლო მის აღდგენას შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭიროებოდა. და აი დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ის საბოლოოდ გაანადგურეს. ანუ ის ისედაც შეკეთებაზე იდგა. და კიდევ ერთხელ დაარტყეს მას. რომ ეს შეკეთება მაქსიმალურად გაეწელათ. სულ რამდენიმე საათში უკრაინულმა ძალებმა მეორე ობიექტსაც დაარტყეს ბაშკორტოსტანში. ფონარი. გაუცდა. არა. ერთი. აი კიდევ. მათ ხედა ორი მხრიდან მოდიან. ის იქიდან მოდის. დაშის ხმა. ლოგისტიკური ცენტრი Wildberries, რომელიც აგროპარკის აგროტექნოლოგიების ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს ჩეშმინის რაიონში, 13 აგვისტოს დილით დაარტყეს. ასევე ინტერნეტში მაშინვე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ დაეშვა საწყობზე 3 უპილოტო საფრენი აპარატი, სულ რაღაც 1 წუთში, რამაც აფეთქებები გამოიწვია. Wildberries-ის წინააღმდეგ მთელი კამპანიის მასშტაბიც იცით, უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია. ციფრებიც იქ დამახასიათებელია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ კომპანიის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა 18 ივლისს დაიწყეს. მას შემდეგ დაახლოებით 20 ლოგისტიკური ცენტრი მოხვდა დარტყმის ქვეშ. მათ შორის ელექტროსტალი, კრასნოდარი, ნივენა-ნევინომისკი, ეკატერინბურგი, სანქტ-პეტერბურგი, ყირიმშიც იყო ხანძარი და ასე შემდეგ. არანაკლებ 14 მათგანი მთლიანად დაიწვა. და უკვე 8 აგვისტოსთვის უმსხვილესმა რუსულმა მარკეტპლეისმა დაკარგა საწყობების სიმძლავრის მე-13. დღეს ერთი საწყობი დაემატა. ხანძრებით განადგურებული საქონლის ღირებულებებამ ყველაზე მოგზალებული შეფასებებითაც კი თითქმის 500 მილიარდ რუბლს მიაღწია. და ბოლოს ამ მიმოხილვაში ბოლო დეტალს დავამატეთ. ეს არის საწვავის კრიზისის საერთო სურათი, რომელშიც ყველა ეს დარტყმა ჯდება. აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინული თავდასხმების შემდეგ მინიმუმ 4 ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეწყვიტა ნავთობის გადამუშავება. ეს არის ორსკ-ნეფტეორგ სინთეზი ორენბურგის ოლქში, ზაპსიბნეფთეხიმი ტიუმენის ოლქში, ასევე სარატოვის და ვოლგოგრადის ნავთობქარხნები. თანაც ორენბურგის ოლქის გუბერნატორმა ევგენი სონცევმა დღეს საერთოდ განაცხადა, რომ 10 აგვისტოს უპილოტო აპარატის დარტყმის შედეგად დაზიანებული ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღდგენა რეგიონში ერთადერთი დიდი ქარხანა, როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით შეუძლებელი. ქარხანაში, რომლის სიმძლავრე თითქმის 6 მილიონ ტონას შეადგენს წელიწადში და რომელიც ყოველწლიურად აწარმოებს დაახლოებით 600,000 ტონა ბენზინს და თითქმის 2 მილიონ ტონა დიზელის საწვავს. დაზიანდა ძირითადი ინფრასტრუქტურა.
და შემდეგ მოგიყვანთ საოცარ თვალსაჩინო ციტატას ორენბურგის ოლქის გუბერნატორისგან. ის ამბობს შემდეგს. მდგომარეობა იქ რთულია. აღჭურვილობა იმპორტულია. სანქციების გათვალისწინებით შეკეთების ვადა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს. ემზადებით ყველაზე ცუდი სცენარისთვის. მისი თქმით, რეგიონს მოუწევს შემოტანილ საწვავზე დაყრდნობა, ხოლო ბენზინგასამართ სადგურებზე პრიორიტეტი სპეციალურ ტრანსპორტს მიენიჭება. წინადრეს რეგიონის ხელისუფლებამ დააბრუნა ბენზინის გაყიდვის ლიმიტები. ერთ ადამიანს არაუმეტეს 30 ლიტრის. და პოლიცია გაგზავნეს, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები გააკონტროლონ. იმიტომ რომ იქ რუსები ერთმანეთს უბრალოდ სახეში ურტყამენ, რომ პირველებმა ჩაასხან 30 ლიტრი ბენზინი. აი ასეა, S&P Global-ის ანალიზის მიხედვით წლის დასაწყისიდან თავდასხმება მინიმუმ 26 ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობა შეაჩერა. მათგან 7-მა კი ივნისის ბოლომდე წარმოება ვერ აღადგინა. ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე რეგულარული დარტყმების შედეგად რუსეთში ნავთობის გადამუშავება 2002 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. ეს ოდნავ მეტია, ვიდრე 3.5 მილიონი ბარელი დღეში. და მიუხედავად იმისა, რომ ივლისის ბოლოსთვის ბენზინის დეფიციტის მდგომარეობა რუსეთში ცოტა ხნით გაუმჯობესდა, რადგან მათ დაიწყეს იმპორტი ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და ასე შემდეგ, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში სულ მცირე 16 რეგიონის ცხოვრებლებმა კვლავ დაიწყეს ავტოგასამართ სადგურებზე რიგებზე და ბენზინის გატიდვაზე შეზღუდვებზე წუწუნ. როგორც ხედავთ, ამ სიტუაციას ვერც ინდოეთიდან საწვავის იმპორტი ვერ შველის და გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები მნიშვნელოვნად ზრდიან ამ იმპორტს. აი ნახეთ როგორია სურათი. ინდოეთი ყიდულობს იაფ-რუსულ ნავთობს და კიდევ ფასდაკლებაც მიიღო მასზე. თავის ქარხნებში ამუშავებს და შემდეგ ბაზრის ფასად ამ რუსებს ძვირად ყიდის ბენზინს. ხოლო რუსები მხოლოდ სიხარულით ყიდულობენ ამ ბენზინს, რადგან სხვა გზა არ აქვთ. აქ გავჩერდები. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. მეგობრებო, თუ გსურთ დამოუკიდებელი YouTube არხის მხარდაჭერა, მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან სპონსორობის საშუალებით, აქ YouTube პლატფორმაზე. ამ ვიდეოს ქვეშ დააწექით სპონსორობის ღილაკს. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი და შესაფერისი ვარიანტი. თანხები ძალიან მცირე, ამიტომ მადლიერი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დააწექით ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი გამოშვებები. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.